უკვე 2 საათზე მეტია პარლამენტარების გამოსვლებს სამთავრობო ლოჟიდან უსმენენ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. პარლამენტის წინაშე ნიკა გილაური შემაჯამებელი სიტყვით დებატების დასრულების შემდეგ ამოვა. მთავრობის წევრებისთვის ოპოზიციის შენიშვნები მიუღებელია. მათი განცხადებით მთავრობამ კონკრეტული პროგრამები და გეგმები წარმოადგინა. ოპოზიციამ მთავრობის პროგრამები ვერ გაიგო, მაგრამ მთავარი მაინც ხალხის დამოკიდებულება და შეფასებებია. მინისტრთა კვირეულის ფარგლებში ნიკა გილაური დასკვნითი სიტყვით დღის მეორე ნახევარში გამოვა. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით მივიდა. გავლობაში თვალყურს ვადევნებდი მე დებატებს და მინდა ყველას აბსოლუტურად დიდი მადლობა გადაუხადო ამ გამართული დებატებისთვის. დღეს მე რა თქმა უნდა მზად ვარ რომ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდე, თუმცა ჯერ მოგცემთ ყველა საშუალებას რომ გამოვხიდოთ კითხვებით, თქვენი აზრებით, მოსაზრებებით. დღის ბოლოს უკვე მე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა. ჩვენ წარმოადგენთ კონკრეტული პროექტები, შესრულებული პროექტები, ერთის ପରେ მეორეს მიმდინარე პროექტები და ის გეგმები, რომელიც გააჩნია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ დარგის განსაკუთრებით თითოეული ლეხური მეურნეობის ხარდასაჭერად და ამ პროგრამებს ვახორციელებთ და ვაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც არის მასშტაბური ხასიათის და ალბათ დეპუტატებმა, რომლებმაც ვერ გაიგეს და არ უნდათ რომ გაიგოთ ამ პროგრამების შესახებ, რა თქმა უნდა, არ დაუჭირეს ამას ხარი. ერთ-ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგენს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემთვის და სამწუხაროდ მათთვის, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავარია რომ მე თქვენი კამერის მეშვეობით უთხრა ყველა დევნილ ოჯახს, ვინც ჯერ ვერ დაკმაყოფილებულა და ვინც ჯერ კიდე გაუსაზღლეს პირობებში ცხოვრობს, უახლოეს ეს წელიწად ნახევარში სიტუაციას მკვეთრად შევცვლით და გარდატეხას მოვახდენთ.